მინდა ძალიან პრაქტიკულ და საინტერესო თემაზე დაგაბრუნოთ. ჯერ ესეთი პირველ რიგში დიდი მადლობა ბარბარეს ესეთი სიუჟეტისთვის. გადაცემას კი თბილისის მერიის პროექტით ვაგრძელებთ სახელწოდებით ჩემი ადვოკატი. მე მგონი ძალიან საინტერესო პროექტია, იმიტომ რომ ეს ძალიან საჭირო. კი. თბილისის მოსახლეობას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება ეს იურიდიული კომპანია. ორგანიზაცია ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში და სხვა იურიდიული პროცედურების განხორციელებაში. ამ თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი სტუმარი იურიდიული კლინიკის ჩემი ადვოკატის დირექტორი ქალბატონი მარინა ბერაძე მოვიწვიეთ და მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. უფრო დეტალურად რა საქმიანობს თქვენი ბატონო მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველ რიგში მინდა ვთქვა რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ამ პროექტის შესახებ. უნდა იცოდეს ის, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ სამართლებრივ დახმარებას სრულიად უსასყიდლოდ უწევს თბილისის მთელ მოსახლეობას. ეს პროექტი დაფინანსებულია თბილისის მერიის მიერ და ყოველწლიურად ხდება ამ პროექტის დამტკიცება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველწლიურად უნდა დავასაბუთოთ, რომ ეს არის საჭირო პროექტი და ეს ჭირდება მოსახლეობას. და უკვე 10 წელია მე ხელმძღვანელობ ამ სამსახურს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი არის ძალიან აქტუალური, წლები გადის და ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 20,000 ადამიანი მოდის და ღებულობს კვალიფიციურ დახმარებას. მხოლოდ უფასო და ხელმისაწვდომი ფინანსურად არ ნიშნავს, რომ ეს არის კარგი და სასარგებლო. ეს ის თემაა, როდესაც შეცდომა ან არაკვალიფიციურობა ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ადამიანს. ამიტომ ჩვენი სამსახური, რომელიც ახორციელებს ამ პროექტს, ზრუნავს იმაზე, რომ აუცილებლად ეს დახმარება გარდა იმისა, რომ უსასყიდლოა, იყოს აუცილებლად ხარისხიანი. ამაზე ზრუნავს მერია. მუნიციპალური განვითარების სამსახურია ასეთი, რომელიც მუდმივად ტრენინგებს ასე ვთქვათ, ტრენინგი ისეთი სიტყვა არის, უფრო ხშირად ხმარობენ და შეიძლება ზედაპირული იყოს. აქ არის საუბარი თემატურ, ღრმა გაანალიზებაზე, სწავლებაზე და ასე შემდეგ. და აგრეთვე ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ამ დახმარებას უწევენ მოსახლეობას, არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და რა თქმა უნდა ეს ასოციაცია მათზე გარკვეულ პერიოდში ზრუნავს. ანუ განვითარება არის მუდმივი, უწყვეტი, რაც არის ჩვენი ძირითადი მახასიათებელი. სად და როგორ შეუძლიათ მიიღოს მოქალაქეებმა ჩემი ადვოკატის მომსახურება, ქალბატონო მარინა? მადლობთ ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ერთია, როდესაც არსებობს პროგრამა და გვეუბნებიან, რომ აი ეს შეგიძლიათ, მაგრამ აი როგორ უნდა მიიღონ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მხარე განსაკუთრებული, ეს არის ის, რომ ერთი ოფისი არ არის, ჩვენ ვართ მთელი თბილისის ტერიტორიაზე, გამგეობებში გვაქვს თითო ოთახი გამოყოფილი, ყველა რაიონის გამგეობაში. ამიტომ ადამიანს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლია მოვიდეს და იკითხოს ჩემი ადვოკატი და მოხდება აი ჩვენ სამსახურში. და რა ტიპის იურიდიულ დახმარებას უწევს, უფრო კონკრეტულად რო გითხრათ 1-2 სიტყვით? კი ბატონო, ჩვენ თქვით, რომ ეს არის სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, მინდა ხაზი გაუსვა, რომ სისხლის სამართლის საქმეებს ჩვენ არ ვეხმარებით, მოდიან ხოლმე მაცხოვრებლები, მაგრამ უარს ვეუბნებით, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სხვა ბაზას მოითხოვს. სამოქალაქო საქმე არის ძალიან მრავალფეროვანი. აქ შედის, აი მაგალითად, საოჯახო დავები, სამეზობლო, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობები, ფინანსური, ლეგალიზაცია, პრივატიზაცია, სამეწარმეო, შეიძლება იყოს უკანონო მშენებლობა, ჯარიმები ადმინისტრაციულში და ასე შემდეგ. ჩვენ არა გვაქვს პრიორიტეტული თემები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გამოგვარჩევს სხვა ინსტიტუციებისგან. ჩვენ არ ვირჩევთ კონკრეტულად ან ქალს ან კაცს და იმათ არ ვეხმარებით, ვინც მოდის ჩვენთან. მიუხედავად იმისა, ეს არის შეძლებული, არ არის შეძლებული მაინც. ესე იგი, მე მინდა ვთქვა, რომ ადვოკატი, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეში ეხმარება მოსახლეობას, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება. დიახ და
ასეთი სიამოვნება მაგალითად ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის. ამ ტიპის სამსახურები არის მხოლოდ უნივერსიტეტებში არსებული. და აი აქ მინდა ვთქვა, როგორ ვახერხებთ ჩვენ. და მეკითხა, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან თუ გაქვთ აი რაღაც ესეთი. ესე იგი, ჩვენ ვილაპარაკეთ სოციალურ მიმართულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს მოსახლეობას ჭირდება, აქტუალურია, მაგრამ ძირითადი რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს დახმარება იყოს უფასო და ის ჩაჯდეს სამართლებრივად, სწორად, სწორი ფორმა მოუძებნოთ, ეს არის იურიდიული კლინიკის ფორმა, რაც გულისხმობს, რომ ეს არის ადგილი, სადაც დამწყები იურისტები და მაგისტრანტები გადიან სავალდებულო პრაქტიკას. მაგისტრანტებისთვის ეს არის სავალდებულო კომპონენტი პრაქტიკის, ეს შეფასება უნდა მიიღონ ამაში და კიდე ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს უფრო მასობრივი იყოს და თუ უნივერსიტეტიდან არ მოვა, ჩვენთან მოხალისეებს მივცეთ საშუალება, რომ პრაქტიკა გაიარონ. მე მგონი ესეთი პრაქტიკა არავის არ ექნება. ნამდვილად. რომ განვუმარტოთ სტუდენტების მიღების წესი როგორია ორგანიზაციაში? რომ მეტად რო განვმარტოთ. მადლობთ ამ კითხვისთვის. სტუდენტები მოდიან მაგალითად აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტიდან, ოღონდ მათ უნდა აირჩიონ, სად სურთ გაიარონ პრაქტიკა. და მინდა ვთქვა, რომ თუ მათ უნდათ რეალური პრაქტიკა გაიარონ, რეალური საქმეები და თან კიდევ ჩვენი გარემოდან გამომდინარე, ჩვენთვის შესაფერისი საქმეები და არა იმიტირებული პროცესები უნდა მოვიდნენ ჩვენთან. თუ მათ უნდათ გახდნენ ადვოკატები. ნამდვილად. ისე აქვთ პრაქტიკის გავლის სხვადასხვა საშუალება, მაგრამ არის მეორე გზა მოხალისეობის და ჩვენ გვაქვს მოხალისეების აყვანის გარკვეული წესი გასაუბრების გზით. ხა არ არის ეს რთული, უბრალოდ ჩვენ ვამოწმებთ დონეს, რამდენად საინტერესო იქნება მისთვის ეს პრაქტიკა და აი ამ გზით ხდებიან ჩვენთან თანამშრომლები. დიახ. იცით რა მაინტერესებს? ყველაზე ხშირად რაზე მოგმართავენ მოქალაქეები, რა ტიპის მომართვიანობაა დაუშვათ? აი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ შეიძლება მქონდეს და ესეც არის ძალიან საინტერესო ჩვენი სამსახურის სპეციფიკა. გააჩნია რომელ რაიონში ცხოვრობენ, იცით რა, სამგორის რაიონის მაცხოვრებლების მოთხოვნები სრულიად განსხვავდება ვაკის რაიონისგან, საბურთალოს, ასევე ისნის. და საერთოდ არის, ეხლა აი ბოლო დროს ძალიან გამრავლდა საპატრულო ჯარიმები და აი ჯარიმასთან დაკავშირებული. საერთოდ ეხლა საოჯახო დავები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, შრომითი ურთიერთობები, კი ბატონო, და სხვათა შორის ამხანაგობები, რომელთანაც მეტი ინფორმაცია არის საჭირო, რომ მოსახლეობას ჰქონდეს, რომ ეს თემები არ იყოს ასე სადაო. ქალბატონო, აი თქვენი ორგანიზაცია მედიაციის მიმართულებას აქტიურად უჭერს ხარს. აი თუ შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს უფრო დეტალურად აუხსნათ, აი მედიაცია რას გულისხმობს? ესე იგი, ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ გეხმარებით სამართლებრივად, როგორც იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში, ელემენტარული განცხადება იქნება თუ შესაგებელი და აგრეთვე მივყვებით სასამართლოში, მაგრამ სასამართლო არ არის ერთადერთი დავის გადაწყვეტის ინსტანცია. უფრო თანამედროვე, უფრო ცივილიზებული, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მასობრივად გამოიყენება, ეს გახლავთ მედიაცია. 2019 წლიდან ჩვენმა პარლამენტმა მიიღო კანონი მედიაციის შესახებ და მედიატორთა ასოციაცია ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენი სამსახური, აი ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა მოლაპარაკების გზით და ჩვენი სამსახური აქტიურად მონაწილეობს ინფორმაციის მიწოდებაში საზოგადოებისთვის. არის ისეთი შემთხვევები, მაგალითად საოჯახო დავები, ძალიან ბევრი ნაწილი შეიძლება მედიაციაში ძალიან კარგად მოგვარდეს. მედიაციას აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება. მათ შორის არის ის, რომ დროში არ იწელება, სწრაფად მთავრდება, ფინანსურადაც ხელმისაწვდომია.
ჩვენ შეგვიძლია გზამკვლევის როლი ვითამაშოთ და სწორად მივუთითოთ როგორ უნდა მოხდეს მედიაციაში მოხდებიან როგორც კერძო მედიაციაში ასევე სასამართლოს ავალდებულო მედიაცია აქვს და თუ მაგალითად ჩვენი ბენეფიციარი სასამართლოშია და მას მოსამართლე შეთავაზებს მედიაციას ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ მას მედიაციაში ესეც უსასყიდლოდ წარმომადგენლობა მედიაციაში განსხვავდება ადვოკატის ფუნქციისგან სასამართლოში. ამიტომ ამას ცალკე სწავლება ჭირდება, ჩვენი თანამშრომლები ამაშიც მომზადებული არიან. მე თვითონაც ვარ მედიატორი, ისე რომ ეს ძალიან ესეთი მშვიდობიანი პროფესია. და ძალიან პრაქტიკული და საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩემს. ნამდვილად ძალიან საჭირო საქმეს აკეთებთ და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს ჩვენს პირდაპირ ეთერში საუბრობდა ჩემი ადვოკატის დირექტორი, კლინიკა ჩემი ადვოკატის დირექტორი ქალბატონი მარინა ბერაძე.